ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. ირანის ისლამური რევოლუცია. ირანი 1978 წლის 19 აგვისტო. ისლამურ რევოლუციამდე ერთი წლით ადრე ქალაქ აბადანში შემზარავი ტერაქტი მოხდა. ქალაქის ერთ-ერთ კინოთეატრში საღამოს სეანსის დროს, სადაც 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, შენობას ცეცხლი წაუკიდეს, კარები კი გარედან ჩაკეტეს. თითქმის ყველა შიგნით მყოფი დაიღუპა. ადამიანები ცოცხლად დაიწვნენ ან კვამლში გაიგოდნენ. შაჰის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ეს ტრაგედია ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენეს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ირწმუნა, რომ მომხდარის უკან ხელისუფლება იდგა, რამაც რევოლუციურ მოძრაობას კიდევ უფრო ძლიერი მუხტი შესწინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდასხმის უკან ისლამისტი რადიკალები იდგნენ, თუმცა იმ დროისთვის ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ინდუსტრიულ და სოციალურ ტრანსფორმაციას განიცდიდნენ, ირანი კვლავ მოძველებულ ფეოდალურ წესებს ინარჩუნებდა. ყაჯართა დინასტიის მმართველობისას ქვეყანა ეკონომიკურად დასუსტდა და უცხოური იმპერიების გავლენის ქვეშ მოექცა. ცენტრალური ხელისუფლების სისუსტემ და შიდა არეულობამ სახელმწიფო მძიმე კრიზისამდე მიიყვანა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. მიუხედავად ოფიციალური ნეიტრალიტეტისა, ქვეყნის ტერიტორია უცხოური არმიების გადაადგილების სივრცედ იქცა. სახელმწიფო აპარატი თითქმის პარალიზებული იყო. რეგიონებში ძლიერდებოდა ადგილობრივი სამხედრო ლიდერებისა და ტომობრივი ელიტების გავლენა, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება რეალურ კონტროლს კარგავდა. 1921 წლის თებერვალში პოლიტიკური ქაოსის ფონზე თეირანში კაზაკთა ბრიგადის ოფიცერი რეზა ხანი შეიჭრა. ბრიტანეთის მხარდაჭერის პირობებში მან სახელმწიფო გადატრიალება განახორციელა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ ფიგურად იქცა. მალე რეზა ხანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 1925 წელს მან მეჯლისი, იგივე ირანის პარლამენტი ყაჯართა დინასტიის დამხობაში დაარწმუნა. თავდაპირველად რეზა ხანი რესპუბლიკის გამოცხადებას გეგმავდა, თუმცა სასულიერო წრეების წინააღმდეგობის გამო საბოლოოდ თავადვე გამოცხადდა შაჰად. ამით დაიწყო ფეჰლევების ეპოქა. აღსანიშნავია, რომ რეზა შაჰის დედა ეთნიკურად ქართველი იყო. ახალმა შაჰმა ქვეყნის მასშტაბური მოდერნიზაცია დაიწყო. აშენდა რკინიგზები, ჩამოყალიბდა თანამედროვე არმია, გაძლიერდა სახელმწიფო ადმინისტრაცია და განვითარდა განათლების სისტემა. შეიქმნა საერო სკოლები და უნივერსიტეტები, ხოლო ტრადიციული ტომობრივი სტრუქტურა დასუსტდა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს მოდერნიზაცია ავტორიტარული ხასიათის იყო. შაჰი არ უშვებდა განსხვავებულ აზრს, დევნიდა ოპოზიციას და ცდილობდა სასულიერო წრეების გავლენის შეზღუდვას. დასავლური ცხოვრების წესის ძალით დანგრევამ ტრადიციულ საზოგადოებაში მწვავე წინააღმდეგობა გამოიწვია. სწორედ ამ დაძაბულობამ ჩაუყარა საფუძველი მომავალ პოლიტიკურ კრიზისს. რეზა შაჰის მმართველობა მეორე მსოფლიო ომის დროს დასრულდა. მიუხედავად გამოცხადებული ნეიტრალიტეტისა, 1941 წელს საბჭოთა და ბრიტანულმა ჯარებმა ირანის ოკუპაცია მოახდინეს, რათა ქვეყნის სტრატეგიული გზები და ნავთობის რესურსები დაეცვათ. გერმანიასთან სიმპათიებში ეჭვმიტანილი შაჰი აიძულეს გადამდგარიყო და ქვეყანა დაეტოვებინა. მის ნაცვლად ტახტზე მისი ვაჟი მოჰამედ რეზა ფეჰლევი ავიდა. ახალმა შაჰმა ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია სცადა. 1960-იან წლებში დაიწყო ფართო მასშტაბიანი რეფორმები, რომლებიც თეთრი რევოლუციის სახელით გახდა ცნობილი. პროგრამა მიზნად ისახავდა ინდუსტრიალიზაციას, მიწის რეფორმას, განათლების გავრცელებას და ქალთა უფლებების გაფართოებას. თუმცა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საზოგადოებაში უკმაყოფილებაც იზრდებოდა. ტრადიციული ფენები,
განსაკუთრებით სასულიერო პირები და გლეხობა რეფორმებს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აღიქვამდნენ. პარალელურად, პოლიტიკური თავისუფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. შაჰის საიდუმლო პოლიცია, სავაგი, კაცრად უსწორდებოდა ოპონენტებს, რაც ხელისუფლების მიმართ სიძულვილს კიდევ უფრო აძლიერებდა. 1970-იანი წლების ბოლოს ირანში კრიზისმა პიკს მიაღწია. ეკონომიკური უთანასწორობა, კორუფცია და ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა საზოგადოების სხვადასხვა ფენას აერთიანებდა. პროტესტის მთავარ სიმბოლოდ იქცა შიიტის სასულიერო ლიდერი რუჰოლა ხომეინი, რომელიც შაჰის რეჟიმის მწვავე კრიტიკის გამო ჯერ ერაყში, შემდეგ კი საფრანგეთში იყო გაძევებული. მისი ქადაგებები ჩანაწერების სახით ფარულად ვრცელდებოდა და ხალხს მონარქიის წინააღმდეგ აერთიანებდა. 1978 წელს ირანის მრავალ ქალაქში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. სტუდენტები, მუშები, ვაჭრები და სასულიერო პირები ერთიან საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთნენ. ხელისუფლების ძალადობრივმა პასუხმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. გარდამტეხი მოვლენა მოხდა 1978 წლის სექტემბერში, როდესაც შავი პარასკევის სახელით ცნობილი მოვლენების დროს სამხედროებმა თეირანში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დღემ საზოგადოების დიდი ნაწილი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ შაჰის რეჟიმთან კომპრომისი შეუძლებელი იყო. შემდგომ თვეებში ქვეყანა უწყვეტმა გაფიცვებმა და საპროტესტო ტალღებმა მოიცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნავთობის მუშათა გაფიცვები, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკური სისტემა ფაქტობრივად პარალიზებული გახადა. სახელმწიფო აპარატი კონტროლს კარგავდა, ხოლო ოპოზიციური მოძრაობა სულ უფრო ძლიერდებოდა. 1976 წლის 16 იანვარს მოჰამედ რეზა ფეჰლევმა ირანი დატოვა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 1 თებერვალს, მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ, ქვეყანაში აითოლა ხომეინი დაბრუნდა. მის ჩამოსვლას მილიონობით ადამიანი შეეგება. მალევე მონარქიული რეჟიმის საბოლოოდ დაემხო. 1979 წლის რეფერენდუმის შედეგად ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ქვეყნის პოლიტიკური სისტემა რადიკალურად შეიცვალა. უმაღლესი ძალაუფლება სასულიერო ლიდერს გადაეცა. ისლამურმა რევოლუციამ არა მხოლოდ ირანის სახელმწიფო წყობა შეცვალა, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ პროცესებზე ღრმა გავლენა მოახდინა. მან რეგიონში ახალი იდეოლოგიური და პოლიტიკური რეალობა შექმნა. შეცვალა ირანის ურთიერთობები დასავლეთთან და დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთის ძალთა ბალანსსა და საერთაშორისო პოლიტიკაზე. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.